მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივნის საჯარო სკოლის მასწავლებელი, რომელიც 9 წლის განმავლობაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებს ასწავლიდა, სამსახურიდან ისე გაუშვეს, რომ მიზეზი არ უთქვამთ. მაყვალა ჯიმშერაძე გვიყვება, რომ გათავისუფლების ბრძანება 8 იანვრით თარიღდება, თუმცა თავად დოკუმენტი მხოლოდ 3 დღის წინ 16 თებერვალს მიიღო. მანამდე კი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არავის მიუწოდებია. გვეუბნება, რომ ფაქტობრივად 1 თვის წინ გათავისუფლებული იყო, თუმცა სკოლაში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა. მასწავლებელი გათავისუფლების მიზეზის განმარტებას, სამსახურში აღდგენას და იანვარში გაწეული შრომის ანაზღაურებას ითხოვს. ჯიმშერაძეს კითხვით თუ რა იყო მისი გათავისუფლების მოტივი. პასუხი ჩანს ბრძანებაში უშინაარსოდ დაწერილი ბრძანება სრული კანონის დარღვევით. ბრძანებაში წერია, რომ ჯიმშერაძე ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გაათავისუფლეს. რა მიზეზით გაათავისუფლეს და არ ჩაერიცხა კუთვნილი ხელფასი მასწავლებელს. ამ კითხვით ჩვენ სკოლის დირექტორს ნანა დვალიძეს პირველად 11 თებერვალს დაუკავშირდით. მან კითხვის მოსმენის შემდეგ ტელეფონი გათიშა და მას შემდეგ აღარ გვპასუხობს. ჩვენს კითხვებს თავს არიდებს წალკის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი არსენ ჯმუხაძე და სკოლის ადმინისტრაციაში გვამისამართებს. პასუხების მისაღებად ჩვენ საჯარო ინფორმაციის მიღების წერილით განათლების სამინისტროს მივმართეთ. გათავისუფლებული პედაგოგი ამბობს, რომ სკოლა მისი მოხსნის ფონზე სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიაც გამოაცხადა. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, სკოლამ სპეციალური მასწავლებლის შესარჩევად კონკურსი 21 იანვარს გამოაცხადა. დოკუმენტის მიხედვით 2 თებერვალს უკვე ახალ მასწავლებელს უნდა დაეწყო მუშაობა. ყავთ თუ არა ახლა ახალი მასწავლებელი არწივანის სკოლაში? დირექტორმა არაერთი მცდელობის მიუხედავად ჩვენ ზარებს არ უპასუხა. როგორ უკავშირდება კოლექტიური უსაფრთხოება განათლებას, სტაბილურობასა და საზოგადოებრივ მდგრადობას? გთავაზობთ ინტერვიუს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს დამფუძნებლის და გამგეობის წევრ შორენა ლორთქიფანიძესთან. თავდაცვაზე და უსაფრთხოებაზე საუბარი საკმაოდ აქტუალური გახდა სხვადასხვა აქტორის მხრიდან, მაგრამ ამავდროულად გაჩნდა კითხვები რამ როლზე სამოქალაქო ჩართულობის და მნიშვნელობაზე. და მგონია, რომ თქვენი საბჭოს კონტექსტში ეს ყველაზე კარგად შეგვიძლია აღვნიშნოთ და გავაანალიზოთ მით უფრო თქვენი უშუალო გამოცდილების მიხედვით. კითხვა სწორედ ამას ეხება. რა როლია და რა მნიშვნელობა აქვს? დიახ, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი და ცოტა ძალიან მოკლედ რომ ზოგადი კონტექსტი აღწეროთ. აი 90-იანი წლების დასაწყისში ცივი ომის დასრულების შემდეგ, ახალი ქვეყნების ჩამოყალიბების შემდეგ უკვე დაისვა საკითხი, რომ ამ ქვეყნებს გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი ცვლილება სჭირდება, პირველ რიგში აი იმ გამოცდილების და მემკვიდრეობის საბჭოთა მემკვიდრეობის მქონე უსაფრთხოების სექტორის რეფორმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო? იმიტომ რომ საერთოდ დემოკრატიული განვითარების წითელი ხაზები არაერთხელ დადასტურდა სწორედ უსაფრთხოებაზე და უსაფრთხოების სისტემის თავისებურებებზე გადის, ხო? ამიტომ 90-იან წლებში უკვე აქტიურად დაისვა საკითხი იმის შესახებ, როგორ დავეხმაროთ, როგორ გავაძლიეროთ, როგორ შევუწყოთ ხელი აი ახალი დამოუკიდებელი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის გაძლიერებას და რომ 98-ში გაჩნდა პირველი ტერმინი უსაფრთხოების სექტორის რეფორმა. ესეთი ტერმინი, რომელიც მათ შორის ბრიტანელებმა გამოიყენეს და ეს აღწერდა განვითარების პოლიტიკის უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებით ასე რომ ვთქვათ ასპექტს. ახლა რას ნიშნავს და განსაკუთრებით ახლა ეს ამ ქვეყნებში, როდესაც შემოვიდა ცოტა მოგვიანებით აი ნატოსთან ურთიერთობის მიმართულება კიდევ უფრო გაძლიერდა ეს ყველაფერი. და რასაკვირველია სამოქალაქო საზოგადოების და სამოქალაქო ზედამხედველობის როლი ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ რა ხდება, ნახეთ, ერთის მხრივ ეს არის რეფორმა, რომელიც სჭირდება იმისთვის, რომ ინსტიტუტები გახდნენ უფრო გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული, ეფექტური, ეფექტიანი, საერთაშორისო
თანამშრომლობაში ჩართული, მაგრამ ამის მიღწევა შეუძლებელია არსებულ ინსტიტუტებზე სამოქალაქო ზედამხედველობის დემოკრატიული ზედამხედველობის გარეშე. სხვადასხვა ეტაპი გავიარეთ ამ ყველაფრის. ეხლა რაღაცნაირად ამ მიმდინარე პოლიტიკურ კონტექსტში ეს ჩართულობა ისეთი აქტიური ვერ არის, ხო? იმიტომ რაღაცა სხვა ეტაპზე გადავედით. ეხლა ეს შორს წაგვიყვანს, მაგრამ ეს უნდა გაგრძელდეს, ბუნებრივია. შეუძლებელია უსაფრთხოების სექტორი, რომელიც არის ქვაკუთხედი დემოკრატიული რაღაცა სისტემის, ხო? იმიტომ ჩვენ ხედავთ, ხო, რაღაცა პოლიციას როლი რა არის საზოგადოებაში, ჯარის როლი, ზოგადად მართლმსაჯულების სისტემა როგორ მუშაობს, რამდენად მიმართულია ადამიანზე, რამდენად ადამიანია მისი ცენტრი, ხო? აი ამ ყველაფერში ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თუ ექსპერტების არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს პირველ რიგში მნიშვნელოვანია და უნდა სჭირდებოდეს სახელმწიფოს. დღეს ბევრი რამე კითხვის ნიშნის ქვეშ არის, ესეც უნდა ვთქვათ, ხო? ძალიან, იმიტომ რომ ეს ჩვენი ღია კარი, რაც წლების განმავლობაში პრინციპში გქონდა სახელმწიფო სტრუქტურებთან, ეს იყო თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, აქტიურად იყო სამოქალაქო სექტორი ჩართული 2012 წლის არჩევნების შემდეგ უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ახალ ეტაპში, რომელიც ითვალისწინებდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან სუსი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის პროცესში. აი ამ დისკუსიებში და არა მარტო დისკუსიებში, არამედ უშუალოდ კონცეპტუალურ დამუშავებაშიც მონაწილეობას იღებდა. ჩვენი ორგანიზაციას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს თავდაცვის სამინისტროსთან მუშაობის. თქვენ ახსენეთ ნატოს პროგრამები უკვე. ამ კონტექსტში ეს თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე რომ ვისაუბროთ, საზოგადოებაში ერთგვარად არის აღქმა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით და მე მინდა ცოტა ვისაუბროთ იმაზე, რა შეიძლება რიგითი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი იყოს ამ პროცესში. კი, ეს აი კიდე ერთი ტერმინი რომ შემოვიტანოთ კონცეფცია, ეს არის სამხედრო სამოქალაქო ურთიერთობები, ხო? უფრო მოდაში იყო რაღაც 90-იანების ბოლოს, 2000-იანების დასაწყისში, მე რაღაცა მიიკარგა, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს ერთი რომ თავისთავად ინსტიტუციები არ ვითარდება, მათი განვითარება ხდება საზოგადოებასთან ინტერაქციის პროცესში, ხო? აი ჩვენ ინსტიტუციებს ვაფასებთ რამდენად ისინი აი ამ საჭიროებებზე და იმ ხმებს პასუხობენ, რაც საზოგადოებისგან მოდის, ხო? აი თავდაცვის სექტორზე, თავდაცვის სისტემაზე, როდესაც ვლაპარაკობთ, აქ ბევრ რამეს მოიცავს, ხო? ეს ძალიან კარგად იყო სხვა შორის და არის ჯერ კიდე ნატოსთან თანამშრომლობის სხვადასხვა პროგრამებში აღწერილი, ხო? ეს არის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება ერთის მხრივ და ეს არის ასევე ინსტიტუციური გაძლიერება, ჯარის როგორც ჩვენ გვაქვს წვევანდელი სახელმწიფო სამსახურის ავალდებულო, ასევე გვაქვს რეზერვი, გვაქვს ეს ტოტალური თავდაცვის სისტემა, რომელიც აი მოკლედ ამ ყველაფრის პროცესში საზოგადოების ჩართულობა, აი ამ გადაწყვეტილებების მიტანა საზოგადოებაზე, ხო? საზოგადოებასთან, რომ გაიგოს ადამიანმა, რატო ახალგაზრდა კაცი 18-დან 27 წლამდე რატო უნდა იმსახუროს ჯარში, ხო? იმიტომ რომ ვიცით, რომ ბევრი დისკუსიები იყო ამის შესახებ, როგორი ჯარი უნდა იყოს, უნდა სავალდებულო არსებობდეს, ძალიანად საკონტრაქტოზე გადავიდეთ. ხო, ეს დისკუსიები მუდმივად იყო და ამაშიც ჩართულები ვიყავთ. ეს უნივერსალური მოდელი არ არსებობს, ხო? სახელმწიფოები თვითონ ირჩევენ. მაგალითად, ჩვენთან ყოველთვის იყო, თუმცა აი რაღაცა პერიოდიც ჰქონდა, როდესაც ეს დისკუსია სამხედრო სავალდებულო უნდა იყოს თუ მხოლოდ პროფესიული განსაკუთრებული პიკში იყო და ერთ-ერთმა ჩვენმა მინისტრმა დროებით შეაჩერა კიდეც გაწევა. ხო, ეს ძალიან საინტერესო პროცესები იყო თავისთავად, რაც რაღაცა ერთის მხრივ ადასტურებდა, რომ რაღაც ხარისხობრივად გავიზარდეთ ამ დისკუსიაში ვართ, შეგვიძლია ადამიანები ამ პროგრამებში ჩართვის შემდეგ, განხორციელების შემდეგ, აი ეს როგორ რასაკვირველია, პირველი ის არის, რომ ძალიან დიდი ცვლილებები ხდებოდა, ხო, ჯერ ბევრ რამეს სწავლობ, მე ამ ინტერაქციაში სწავლობ. აი ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა არის უნიშნელო
მნიშვნელოვანესი. აი ჩვენი მთავარი გაკვეთილები არის საქართველოს ჯარისკაცების მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში. ეს იყო კოსოვოში თავის დროზე, როდესაც დამოუკიდებელი მისია არ იყო, ეს გერმანული და თურქული. რაღაც ქოლგის ქვეშ იყო. შემდეგ უკვე ერაყი, ავღანეთი, ანუ ჩვენი ჯარის განვითარება, მისი შესაბამისობა დასავლურ ნატო სტანდარტებთან, აი აქედან იღებს სათავეს, ხო? რასაკვირველია ეს ცვლილებები ხდება და თან ძალიან უნივერსალიზაცია ხდება, ხო? ამ ნატოს სივრცეში სტანდარტების, ხო, როგორი უნდა იყოს, რა აწურთნები უნდა ქონდეს გავლილი, რომ ენა მნიშვნელოვანია, ენის ცოდნა, რომ ეს კოოპერაცია, შესაბამისობა. აი ამ კეთების პროცესში სწავლობ და ხვდები, რატო ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი, ხო? განსაკუთრებით თანამედროვე დღეს, ხო, ესე იგი, აი იზოლირებული ვეღარ იქნები, ხო? თუ ეს შესაბამისობა, აი ეს პარტნიორობა არ არის, შეუძლებელია რაღაცნაირად განვითარდე. თუმცა ეხლა დღეს ხედავთ, რომ აი საერთაშორისო კონტექსტი, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები რაღაცნაირად თითქოს აი მას ყველაზე მეტად კითხვის ნიშნის აყენებს, ხო? სწორედ ამიტომ მინდა გითხოთ, აი რიგითი ჩვენი მაყურებლის გადმოსახედიდან, მისი თქვათ ყოველდღიური ყოფა რამდენად უკავშირდება სწორედ აი ამ პარტნიორობის საჭიროებას. განათლება, ეკონომიკური განვითარება, აი ეს ბმები თქვენს პრაქტიკაში როგორ ჩანდა, როგორ შეგვიძლია მივიტანოთ აუდიტორიამდე? აი პირდაპირ არის ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული. აი ჩვენ წლების განმავლობაში რაღაცა ვაკეთებდით კვლევებს და აი ვეკითხებოდით როგორც სამხედროებს, ისე ჩვეულებრივ ადამიანებს, რა არის მიზანი, თქვათ, აი სამხედრო სამსახურის ზოგადად, ხო? და აი ძალიან კარგად ჩანს ეს რაღაცა სამშობლოს დაცვა, ხო? აი როგორ გვესმის სამშობლოს დაცვა, ხო? რას ნიშნავს? აი რაღაცა აი ამ ყველაფრის გახსნა და ახსნა ხდება ამ პროცესში, ხო? აი რა გვინდა ჯარი, რას ვიცავთ, რატო ვიცავთ, რატო უნდა განვითარდეთ? ამ კითხვებზე გაქვს პასუხი ამ პროცესში, ხო? და რასაკვირველია ეს ეკონომიკური კომპონენტი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჯერთ ეს ფაქტია, როგორი მნიშვნელოვანია ნატოს შევხედოთ, ხო? ძირითადი დისკუსია ახლა რაც ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ წამოწია, ეს არის დაფინანსების საკითხი, ხო? და მე ეს დაფინანსება საიდან მოიპოვო, რას მოაკლო? ეს თავარი დისკუსიებია, ხო? დღეს და ეს კიდე კონტექსტია დამოკიდებული, ხო? იზრდება რაღაც სამხედრო საფრთხეები, გჭირდება მეტი დაფინანსება. ამ დაფინანსებაში უნდა წამოყვეს შენ საზოგადოება, ხო? აი თქვათ ნატოს წევრ ქვეყნებში არიან გერმანელები, ფრანგები, ბრიტანელები მზად რომ რაღაცა განათლებას მოაკლდეს, სოციალურ საკითხებს მოაკლდეს და თავდაცვას დაემატოს, ხო? აი ეს დისკუსია ფაქტობრივად სამოქალაქო საზოგადოებას მიჰყავს ნებისმიერ ქვეყანაში. მედიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად ხდება და როგორ ხდება შინაარსობრივი დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით. ანუ ამ ყველაფერში გჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა და ეს საზოგადოება, მოსახლეობა თუ არ ჩართე ამ საკითხებზე მსჯელობაში, არ გექნება ეს მხარდაჭერა. ყველა კვლევებში ჩანს საზოგადოებრივი აზრის კვლევებში, რომ ჯარი არის ერთ-ერთი ინსტიტუცია, რომელსაც ყოველთვის საზოგადოება გაუნჩენად პოლიტიკური კუთვნილებისა, პარტიული კუთვნილებისა, ძალიან ესეთი პატივისცემით გამსჭვალულია ჯარის მიმართ. ალბათ ქვეცნობიერ დონეზე ეს აჩვენებს, რომ უსაფრთხოების საკითხები ყველაზე მნიშვნელოვანი არის რეალურად ჩვენი საზოგადოებისთვის. თუმცა, აი სწორედ ეს ქვეცნობიერი ცოდნა იმის, რომ უსაფრთხოება ჩვენთვის არის მთავარი, როგორ უკავშირდება თქვათ ესეთ თანამშრომლობის, როგორც არის მაგალითად ნატოს ნატოსთან პარტნიორობა. აი ეს არის გარკვეულწილად მაინც ხელახლა ასახსნელი, ესე ჩანს ყოველ შემთხვევაში. ამიტომ მინდა რომ დასასრულისკენ სწორედ ეს ავხსნათ ერთად, რა გვინდა უთხრათ, აი რას ეტყოდით ადამიანებს, ვისაც აქვს კითხვები, ან აქვთ ინტერესი ნატოსთან პარტნიორობის მიმართულებით, რატომ არის ეს კიდევ ერთხელ გამომეოროთ საჭირო. დიახ. ერთი ის რომ ეს ნატოს სტანდარტი არის უნივერსალური და საუკეთესო სტანდარტი თავდაცვის სფეროს მენეჯმენტის, ჯარის მართვის, განვითარების, სწავლების, პრაქტიკული გამოცდილების მიღების, წვრთნების თვალსაზრისით. ანუ ეს არის საუკეთესო უნივერსალური მოდელი.
რომელთანაც ჩვენ გქონდა შეხება, მისაწვდომობა და გვაქვს, ხო? ეს პარტნიორობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ანუ, როდესაც საკითხი დაისვა, როგორი უნდა იყოს, დამოუკიდებლობის შემდეგ ეს ქართული ჯარი, თავდაცვის სექტორი, კითხვა არ ყოფილა, ხო? საქართველოს 94-ში უკვე გახდა პარტნიორობა მშვიდობისთვის წევრი და ეს ნიშნავს, რომ ამ სტანდარტებთან მიახლოვება, დაუფლება, წვრთნა ამ სტანდარტებით რაღაცა დღის წესრიგში, მათ შორის პოლიტიკური და სამხედრო განვითარების ყოველთვის იყო პირველ ადგილას. შემდეგი საკითხი არის, რომ როგორ ნდობა ჯარის მიმართ, ხო? როგორ თქვენ რაც ახსენეთ, რატოა ეს ნდობა, იმიტომ რაღაცა ამ სახელმწიფო იდენტობის და ეროვნული იდენტობის ნაწილია, ხო? შენი რაღაცა ქვეყნის დაცვა, რაღაცა პატრიოტული მოტივები, აი მის ნაწილი, ამას თუ გამოაკლებ, ესე იგი რაღაცა იდენტობა სჭირს, რაღაც პრობლემა გაქვს, რომ ესე არ იყოს, ხო? თან ეს ჩვენი ჯარი, გვინდა არ გვინდა, რაღაცა ბევრ ომებში გამოცდილი ჯარია, ხო? მათ შორის ბოლო 2008 წლის რუსეთის შემოჭრის ამ ომში გამოცდილი. დამსახურებული ჯარია, ხო? ახლა ჩვენ შეიძლება ბევრ ამას კრიტიკულად შევხედოთ 90-იანი წლების ომებს, კონფლიქტებს, მაგრამ ძალიან დიდი პრაქტიკული გამოცდილების და აი ამ ახალი საქართველოს იდენტობისთვის მნიშვნელოვანია, ხო? და ეს იდენტობა დამატებული, მაღალი დასავლური უნივერსალური ნატო სტანდარტი უკვე ერთად არის ის, რასაც ნამდვილად შეიძლება დაეყრდნო და ენდო. ამიტომ აი ეს კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა გავაგრძელოთ ამის. აი ამ სტანდარტის დამკვიდრება, გაძლიერება, თანამშრომლობა, იმიტომ რომ ამ სტანდარტში, აი ამ ჯარში, აი ამ ნატო სტანდარტში ადამიანიც არის მნიშვნელოვანი, ხო? იმიტომ რომ მაგალითად ისეთ საკითხები, რომ რაღაცა ბრძანებები, რომელსაც შეგვიძლია არ დაემორჩილო. თუ ის არის უსამართლო, ძალადობრივი, რაღაც ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული, ხო? აი ამ ყველაფერს მოიცავს ეს დასავლური და ნატო სტანდარტი, ხო? ზრუნვას შენს საზოგადოებაზე, შენს მოსახლეობაზე, სხვის მოსახლეობაზე, ხო? როდესაც ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთში ან ერაყში იყვნენ, ან ევროკავშირის მისიებში, აფრიკაში, რა мотиваცია იყო ადამიანების დახმარება, მხარდაჭერა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ხო? და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება. აი მე მგონი აი ეს სტანდარტი, რომელიც მარტო შენს თავზე კი არ გაზრუნებს კიდე რაღაცა სხვა მნიშვნელოვან ღირებულებებზე და ამაში ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობა, აი ამ ღირებულებით წვრთნა, ამაზე კარგი რა უნდა იყოს იმისთვის, რომ ჩვენ უკეთეს ქვეყანა გქონდეს. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია, მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ბედნიერ უქმეებს გისურვებთ.